დღეს არის ქვეყანაში უმძიმესი სიტუაცია. მე შემეძლია გითხრათ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო და საქართველოს მოქალაქეები ესეთ მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა. და აგიხსნით მართლა და ავხსნათ. ფაქტებით მინდა ვისაუბრო. დღეს ქართულ ოცნებას რო ვკითხოთ, გვეუბნებიან, ქვეყანაში არის მშვიდობაო. და მარტივად დავსვათ, რა არის ქოცური მშვიდობა, რას უდრის ქოცური მშვიდობა და რას თვლიან ესენი მშვიდობად ხახო. აი, სიტუაცია და სტატისტიკა, ეს არ არის, ახლა მე რასაც მოვყვები, ეს არ არის ჩემი მონაცემები, ეს არის ოფიციალური მონაცემები. ნახეთ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ემიგრაციაში მშობლებმა წაიყვანეს, სკოლიდან გამოიყვანეს და წაიყვანეს 22,737 ბავშვი. ანუ მოსავლის სტატუსი შეუწყდა. წავიდა 22,700 ბავშვი საქართველოდან. ეს არის მშვიდობა? ამაზე დიდი 22,700 ანახავს ვისი ოჯახი. იმაზე მივალთ. ეს არის მშვიდობა? აი შემდგომ 2025 წელს 6,452 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე ახალი სიცოცხლეა და ვიდრე დაიბადა. საქართველოდან საქართველოს მოქალაქეები თეა გარბიან. ქართველების გარეშე პოლიტიკა მეტი რა არის? გამაგებინეთ. ქართველს საქართველოში არ დაეთქომება. საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გარბის. პენსია რამდენია ყველამ კარგად ვიცით. 370 ლარი, 495 ლარი. ვეტერანის დახმარება 100 ლარი, დევნინის შემწეობა 45 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს 16,000 ლარი, ხალხო ხელფასი. დეპუტატს აქვს 12,800 ლარი ხელფასი. უფასო სასადილოებში ლარი და 70 ლარი თეთრი აქვს, ლარი და 70 დღიურად იკვებება, ეუბნებიან და იქიდანაც იპარავენ, თეა. იქიდანაც იპარავენ, ხო წარმოგიდგენიათ. და მივიდეთ ამ კორუფციაზე ვლაპარაკობთ, ხო და აი ამ შექმნილ სიტუაციაზე. რამაც ქვეყანაში სიდუხჭირე გამოიწვია. გუშინ ყობახიძე საუბრობდა, რომ სოფელიო ავაყვავეთო. ხო, ანუ ახალ ეტაპზე გადავიდივართო, ახლა სოფლის მეურნეობისო და სოფლის ამ შემთხვევაში წახალისებისო და პირველი ეტაპმა კარგად იმუშავაო. სოფლებში უკვე ტერმინი არ არის სახლი დაიკეტა. უკვე ტერმინი არის დასახლებებში, რომ სოფლები იკეტება, ხახნო. და სოფლები დაიკეტა. ხშირად დავდივარ, ჩვენ მოქალაქეებს ხვდები. გული მოგიკვდება, ზამთარში რო გაივლით, საკვამურებიდან კვამლი არ ამოდის და რო შეբინდება 10 სახლიდან 2-ში ანთია ელექტროენერგია. ის ელექტროენერგია, რომლის გადასახადიც 33%-ით საფასური ელექტროენერგიის გაზრდილია და გაიზარდა. რაზე ლაპარაკობს ეს ადამიანები? საერთოდ აი, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომელ სოფელზე ლაპარაკობს ეს ყობახიძე, სადაც ქვეყანაში სოფლიდან ხალხი გარბის. ქვეყანაში სადაც ეს არის ოფიციალური მონაცემები, უყურეთ, სტაფილო შემოდის 91%. ეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას ზუსტად. იმიტომ რომ არა აქვს შესაძლებლობა მიწა მოხნან, მოიყვანონ და გარბიან, ვერ მაგდებიან. და გარბის საქართველოს სტაფილოს ინდიკატორია. არა, გეტყვით, სტაფილო შემოდის, იმპორტზე ვლაპარაკობ, სტაფილო შემოდის, ანუ იმპორტული საქართველოში არ მოიყვანება არაფერი არ მოდის. ლობიო შემოდის 75%. ანუ საქართველო გახადეს და მოსახლეობა მომხმარებელი ქვეყანა, რის აგრო განვითარებაზეა თეა საუბარი. და მე მინდა გითხრათ, დღეს ჩვენი წარმომადგენელი და შეგიძლია ნახოთ, ზუგდიდში იმყოფებოდა, სოფელ კორცხელში იმყოფებოდა ოჯახში. ნუ წარმოუდგენელი სიტუაცია არის, ეს ოჯახი გახლა ჯეირან ჩხეტიას ოჯახი. სადაც არის უმძიმესი სიტუაცია, სოფელ კორცხელში და რა უთხრეს, იცით? გამოგივლითო აგვისტოში უთქვამთ. სადაც ადამიანს უბრალოდ იქ გაჩერება და ყოფა არ შეუძლია. ესეთი მძიმე სიტუაცია და ბოლოს სოფელზე და სოფლის მეურნეობაზე საუბრობს ეს ადამიანები და საქართველოს მოქალაქემა შეიძლება არ იციან და ახალი იყოს, სულ 2 კვირა დაახლოებით შევიდა ცვლილება კანონში, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში. და იცით რა წერია? საწარმო, უყურეთ, აგერ არის, აი, აგერ არის და დაგიტოვებ. აი აქ არის. საწარმოო მიზნით. აი, კახელმა გლეხმა, იმერელმა გლეხმა და სხვამ რომ ვენახი მოაშენოს, ნებართვა ჭირდება თბილისიდან. გაგიკვირდებათ, ხო, გაგიკვირდათ. ანუ უყურეთ რა არის. დღეს დიახ, კახელმა გლეხმა რომ ვენახი მოაშენოს, დარგოს მოაშენოს, რომ თავი ირჩინოს რეალიზაციის მიზნით, უკვე ჭირდება ნებართვა თბილისიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფლება არ ექნება იქ მოყვანილი ვენახის რეალიზაცია გააკეთოს. აი სანამდე მივედით. ნუ ეთყობა რადგან ის არა, უყურეთ, აქ ირაკლი ღარიბაშვილი მილიონერი რადგან გახდა. ღარიბაშვილი გახდა. უყურეთ, რას მიადგენ? ვენახის მოშენების. არა, უყურეთ, რას მიადგენ? ხო, მაგას ედავებია. მარტივად რას მიადგენ? სამოქალაქო სექტორი რა დღეს შეხონახეთ. ეს კომპლექსურად კეთდება. სამოქალაქო სექტორი რა დღეს შეხოხედავთ, ყველას აგენტებად ნათლავენ. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საერთოდ პოლიტიკის კვლელობა უნდათ. ბიზნეს მიადგნენ. ახლა ჩავიდნენ სოფელში და სოფლის მეურნეობას მიადგნენ. ყველაფერს ანადგურებენ. ეს რაც მე მოვყევი, ეს არის თეა მიზან მიმართული ქმედება. ვინმე არ იფიქროს, რომ ეს არის რაღაცა ამოგლეჯილია. ხელისუფლება, რომელსაც მთელი კამპანია ქონდა ნაწარმოები, აი ვაჟ ჩეხავს ქართველებს. დიახ და ბოლოს ფასების კომისია შეგვიქმნეს თეა. ფას დაცინიან საქართველოს მოქალაქეებს. ხალხმა შექმნა ფასების კომისია. მოდი ვილაპარაკოთ ფასების კომისიაზე. საქმეზე რასაც არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით მოდი პირდაპირ ვთქვათ, ვერ ვილაპარაკებ. დახურეს სრულად. ხო, ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი, რა აზია, ვიზია, რომელ სახელმწიფოზეა თუ ვის სასარგებლო, არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით და არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ვერ ვისაუბრებ, მომიტევეთ ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი და არ მინდა რომ სპეკულაციის თემა იყოს შემდგომ რაღაცაზე კომენტარი გავაკეთო, რაც არ ვიცი. უბრალოდ ახლა რაც შეეხება კონკრეტულ გადაადგილებებზე, რაზეც საუბრობდით, მე ამას პირდაპირ გეტყვი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მაგას ვლაპარაკობ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მოდი ვთქვათ, თქვენ გემახსოვრებათ, მადლობებს რო უხდიდნენ და ტაშის მკვლელებს ახვედრებდნენ ღარიბაშვილს, ხო? და უძლეველი იყო წარმოდგენით, ქართული ოცნების წარმოდგენით ღარიბაშვილი, მაგრამ მისი წასვლით, მერე შემდგომ პარტიის თავმჯდომარე დანიშვნითა და ახლა სადაც არის იქ საპრობილეში ყოფნით, არაფერი არ შეცვლიდა, ანუ რატო ლაპარაკობ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, ჩვენი მთავარი პრობლემა რაც არის, ანუ ქვეყნის მთავარი პრობლემა რაც არის, იმაზე უნდა ფოკუსირდეთ. მე ამას ასე უყურებ. პრობლემა არის სისტემა, რომელებიც ჩვენს მოქალაქეებს ერეკება პირდაპირ ქვეყნიდან, სისტემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არ აჩერებს, სისტემა, რომელიც დღეს რო საუბრობდი ზუსტად ჩვენი ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი თოდუა იყო მისული და აი უბრალოდ ნახეთ შემდგომ მეც მიდევ სოციალურ ქსელში გვერდზე ჯეირან ჩხეტიას ოჯახის სოციალურ ქსელში და იმას რომ ადამიანი ყურადღებას არ მიაქცევს. სოფელი კორცხელი არის, ხო? და რა ხდება, იცით? და იქიდან რამოდენიმე კილომეტრია არის ანაკლიის პორტი. ანაკლიის პორტი, რომელიც უკვე აშენებული უნდა იყოს, რომელსაც უკვე უნდა კონდეს შექმნილი 10,000-ობით სამუშაო და ზუსტად ჯეირან ჩხეტიას ოჯახი ამ სიტუაციაში არ იქნებოდა. და სამეგრელოში კი არა, საქართველოში, ამას ჯაჭვური რეაქცია. ამბობს, რომ ანაკლიაში პირველი სამუშაოები დასრულებულია და ვიწყებთ ახლა. რამდენი წელია ამას ამბობენ? რამდენი ხენია ამას ამბობენ? მიუხედავად იმისა, რომ ამას ამბობენ, არაფერი არ კეთება, ყველამ კარგად ვიცით, ხო? და დავასრულებ, უყურეთ. ეს ანაკლიის სპორტი რა არის? ანაკლიის სპორტი არის კეთილდღეობა, ანუ სამუშაო ადგილები და გარანტირებული უსაფრთხოების ქოლგა. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პროექტი. მაშინ როდესაც ჩვენ და დავასრულებ, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით თეა რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია დარეგულირდა და მისასალმებელია და ტრამპის კორიდორი, ტრამპის მარშრუტი იხსნება, ამ ყველაფერს ჭირდება ბუნებრივია პორტი, ანაკლიის პორტის სახით, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ გაყინულია და არა მკვდარი და მოკლული. შეგნებულად არ აშენებს. ბუნებრივია, შეგნებულად, აბა იმის არაშენება დღეს არის დანაშაული ხალხო. შეგნებულად გააჩერეს, შეგნებულად გაყარეს ხალხი, შეგნებულად არაჩერებენ ანაკლიის სპორტს. აი ეს არის, სადაც 10,000-ობით სამუშაო ადგილი არის დღეს გარანტირებულად და რაც არის. აი ეს არის და კორუფცია საიდან არის ხო შემდგომ. ეს კორუფციულია, ეს ყველაფერი კორუფციული ინტერესებია და დავასრულოს 20 წამი მჭირდება. ემიგრაცია, ხალხი გაიქცა. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გავდიან. 22,727 ბავშვმა ქვეყანა დატოვა. გარდაცვალება მეტია ვიდრე ახალი სიცოცხლე. ელექტროენერგიის ფასები მატულობს. რამე წყვილს ვამბობ, ეს არის კოცური მშვიდობა. უფასო სასადილოებში კორუფცია. მანქანების შემოყვანა გაზარდეს გადასახადი წარმოუდგენელია. თვითონ მძღოლი ემსახურებათ ჩემი თქვენი საქართველოს მოქალაქეების ხარჯი, ბიუჯეტის ხარჯი, მანქანებს ყიდულობენ, ბენზინს ისხამენ. ნუ გადასახადი გაზრდილი. რამ ჯარიმები მაქსიმუმად ორიენტირებული, ახლა რაც მუშაობს არის ჯარიმების ამოღების რეპრესიული სისტემა. სხვა არაფერი არ მუშაობს. სოფლები დაცლილი.
ქალაქები დაცლილი, გავერანებული ყველაფერი. უბრალოდ სამეგრელოში რო დავდივარ, ბოლოს სამეგრელოში ვიყავი ხშირად. ეგრევე ეთყობა, რომ ოჯახები დაცლილია როგორ, იცი, დღე რო გაივლი. ბალახი, აი მომეტებულად არის ბალახი წამოსული მინდორში, ეზოკაში და სამეგრელოში ეს წარმოუდგენელია, ჩვენთქან სხვანაირად უყურთ და ეგრევე ეთყობა, რომ დაცლილი და ოჯახს ვკითხე და დავასრულე ერთ-ერთ სოფელში ვკითხე, ადამიანს გავაჩერე და ვკითხე და მიცვალებულიო, გარდაიცვალაო. და გასასვენებლათო ადამიანებს რომ ვეძებდით თუ ახალგაზრდები არ იყოს სოფელში დარჩენილი. ესეთი უბედურება ხდება ხალხო და ესენი ლაპარაკობენ. მეც მინახავს ესეთი უბედურება ხდება და ესენი საუბრობენ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა. ეს თუ მშვიდობაა ხალხო და არ ვიცი მაშინ. ეს თუ მშვიდობაა.